შემზარავი ტრაგედია ბათუმში ოცნების ქალაქში ორი ბავშვი დაიღუპა ისინი წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ რამდენიმე დღის წინ იქ სიმბოლური კაფსულის შაგდების ღონისძიება გაიმართა რომელსაც ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ სპეციალურად ამ დღისთვის 209,000 ლარიც დაიხარჯა ადგილობრივების ნაწილი უსაფრთხოების ზომების არარსებობაზე მიუთითებს ეგრეთ წოდებული მთავრობის წარმომადგენლები კი ცდილობენ პასუხისმგებლობა აირიდონ იმ არგუმენტით რომ ტრაგედია სამშენებლო ტერიტორიაზე არ მომხდარა ნუცა ბახუტაშვილი მოგუყვება დეტალებს პირდაპირ ეთერში ნუცა გისმენთ ახლა მთავარი კითხვაა ვინ იქნება პასუხისმგებელი ბათუმში ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქის მშენებლობაზე ორი არასრულწლოვანის თხრილში ჩავარდნასა და დაღუპვაზე უბედური შემთხვევა იმ ადგილას მოხდა სადაც რამდენიმე დღის წინ არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ მშენებლობა დააანონსა სწორედ ამ ადგილას ტრაქტორები და სამშენებლო ტექნიკა იყო მობილიზებული როგორც ადგილობრივები ამბობენ ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა შესაბამისად არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ადგილობრივი ეგრეთ წოდებული მთავრობის წევრებიც. იყო სიტყვიერი შელაპარაკება მათსა და ადგილობრივებს შორის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და ამ ადგილას მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ტრაგედიის ადგილას შეკრებილი ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებდა ჟურნალისტების იქ ყოფნასაც და მოუწოდებდნენ, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია და არ დაესვათ კითხვები. მოხდა ტრაგედიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის სამშენებლო მეორე ეტაპის სამშენებლო არეალი, ეს არის მოშორებით ამ სადაც მშენებლობა, სადაც უშუალოდ მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. ჩვენი წარმომადგენლები და მნიშვნელოვანი სხვა ყველა უწყება არის ჩართული და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია. მშენებლობა ჯერ არ არის დაწყებული, მოსამზადებელი სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ვიდრე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება, რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი ღობე ტერიტორიაზე. სასწრაფოს დაურეკე, მე თვითონ 4 ჯერ დაურეკე და სასწრაფო არ იყო მოსული. ბავშვმა რო თავი გადააგდო პოლიცია მაშინ აიყვანა და წაიყვანა საავადმყოფოში. თქვენ თვითონ ხედავთ შემოღობის ტერიტორიას? არა ხო? ლენტია, ბავშვი რომ მოგდა მაშინ შემოღობის ლენტით. პოლიცია მევიდა და თავიანთი ლენტი მათ შემოარტყეს. აქ რო თქვენ წარმოიდგინეთ, აქაურობა დაცული ყოფილიყო, უსაფრთხოება ყოფილიყო, შეიძლებაც და რომ მაგ ბავშვებს ხო არ გაევლოთ. იქ არ გაევლოთ და არ მომხდარიყო ესეთი რაღაცა. სოციალური პროექტის ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით 8 თებერვალს ბათუმში სპეციალური ღონისძიება გამართეს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და აჭარის ეგრეთ წოდებული მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. სოციალური პროექტის წარდგენის ღონისძიება აჭარის არალეგიტიმურ მთავრობას 209,000 ლარზე მეტი დაუჯდა. საზეიმო ვითარებაში მშენებლობის დაწყებისთვის საძირკველში კაფსულაც მოათავსეს, თუმცა როგორც ჩანს მშენებლობის ადგილას უსაფრთხოების ზომების მიღებაზე არავის უზრუნია. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს 16 თებერვალს 5 საათზე მოქალაქეები თბილისში ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბებიან, რათა მომხდარზე პასუხისმგებლობის აღება შესაბამისი პირებისგან მოითხოვონ და სამძიმარი გამოუცხადონ დაღუპული მცირეწლოვნების ოჯახებსა და ახლობლებს.